ამოცდის დაწყება. ვთავთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელს, გავხედავთ მხარზე, ვიწყებთ ნელ-ნელა ღობიდან ჭიშკრიდან გამოსვლას, მარცხნივ ჩართული ციმციმით გადმოვედით თუ არა წყვილში, ჩავთეთ მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი და მაქსიმალურად მარჯვენა მხარეს რამდენადაც შესაძლებელი იმოძრაოთ პირდაპირ. იყო თეთრ ხაზთან ახლოს შემოსვლა. ხმოვანმა მონიტორმა მოგცა მინიშნება, რომ უნდა ვიმოძრაოთ პირდაპირ მომდევნო მინიშნებამდე, სანამ არ შემოგთავაზებს მარცხნივ თუ მარჯვნივ მოხვევებს, ჩვენ ავტომატურად 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ვიმოძრავებთ პირდაპირ. ნახეთ, კაისმა მაფრთხილებელი 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ, შესაბამისად, ჩვენ ზოლი არ გვაქვს შესაძლებელი და ველოდებით უშუალო მაფრთხილებელ მალეს ამ 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ნახეთ, როგორ ძალიან კარგად არის კომპიუტერის ლოგიკა აწყობილი, 500 მეტრით ადრე გაგვაფრთხილა, 300-ში შეგვახსენა მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. და უშუალო მაფრთხილებელი მალეს ჩავთეთ მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი, შევანელეთ, რათა მიიხუროს კარი გაჩერებულმა მანქანამ. ახან ჩვენ ზოლში სივიწროვე იყო, მაქსიმალურად შევანელით და განსაკუთრებული სიფრთხილით ნელ-ნელა დავიწყეთ გამოვა. ნახეთ, დათმობის ვალდებულებიდან გამოვდივართ, ვიდრე მაგისტრალს შევუერთდებით, ნახეთ, დააკვირდით უსაფრთხოების კუნძული ყოფს ჩვენ და მაგისტრალს ერთმანეთისგან, სადაც გვაქვს აჩქარების ზოლი 70-იანი მაქსიმუმი. ვთავთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელს, ვამოწმებთ სალონის და მარცხენა სარკეს, მოუმატებთ აქტიურად სიჩქარეს და აჩქარების ხარჯზე გადმოვდივართ გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. როგორც კი მაგისტრალზე გავსწორდით, არის შემოთავაზება, რომ უნდა ვიმოძრაოთ პირდაპირ მომდევნო მინიშნებამდე, იდგა 70-იანი მაქსიმუმი, ესე იგი ჩვენ ამ სუფთა ახალი გზა არის იმ ადამიანებისთვისაც ხოდათ შეხება, ჩვეულებრივად ახსოვთ ეს მონაკვეთი რა პოზიციაში რა მდგომარეობაში იყო, გვაქვს იდეალურად მოწესრიგებული გზის საფარი. მოძრაობთ ჩვეულებრივ და აი ამ პოზიციაზე ჩვეულებრივ სალონის სარკეს ხშირად ვამოწმებ, რათა ჩვენს კუდზე აყოლილი მანქანების მანძილს და რაოდენობას ვაკონტროლებთ. ლომოურის ჩასახვევს რომ გავწდით, 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. მოგცა ხმოვანმა მონიტორმა მარცხნივ მოხვევასთან დაკავშირებით მიმართულება, ერთი ფართეგანიერი ზოლი ჩვენთვის არის მოცემული, ერთი ფართეგანიერი შემდგომი 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. აი ამ სტაფილოსფერის შენობით დავიმახსოვროთ, როგორც კი ამ შენობას გავუსწორდებით, იქნება უშუალო მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და მოხვეული სრიან ნიშანთან, ნახეთ, ღერძულა ხაზი გწაშლილია, გაუსწორდებით თუ არა, წყვეტილი ზოლები ძალიან ფერმკრთალად ემჩნევა. ნახეთ, აი აქ შევნელდები, უსაფრთხოების შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. და თბილისის ქუჩის შემოსასვლელში უკიდურეს მარცხენა მხარეს. ცალმხრივ მოძრაობიანი ნიშანი, მთავარი გზა, ხმოვანმა მონიტორმა თბილისის ქუჩის შემოსვლისთანავე ათვალა მანძილი და მოგცა პირდაპირ მოძრაობის ტრაექტორია. შესაბამისად, დასახლებულ პუნქტში ჩვენ შევეცდებით, რომ ვიყოთ მარცხენა მხარეს, რათა მარჯვენა ზოლში, როგორც ტაქსებს, მარშრუტკებს, ავტობუსებს და იმ სატრანსპორტო საშუალებებს, ვინც ჩასხდომა-გადმოსხდომაზეა ორიენტირებული, ისევე გაჩერებებიც მარჯვენა, გაჩერებული მანქანები, ესე ქუჩაში მიტოვებული მანქანებიც მარჯვენა მხარეს არიან ხოლმე და შესაბამისად, ჩვენ რო ხელი არ გვეშლებოდეს, გასწრების მარცხენა ზოლზე გავამახვილებთ ყურადღებას. როგორც კი შემოვედით თბილისის ქუჩის შესასვლელში, იდგა სიჩქარე არა უმეტეს 50. ესე იგი არა უმეტეს 50, არა ნაკლები
40-ის იდეალური სამართავი სიჩქარე გვექნება 45, მაგრამ ნახეთ 30-იან მაქსიმუმში შემოვედით, დოლიტის გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელს არავინ არ უახლოვდება და ვაგრძელებთ. ნახეთ მეგობრებო, როცა ქვეითთა გადასასვლელის ხილვადობა აბსოლუტურია, ესე იგი დაახლოებით 2-3 მეტრს გვერდებს ვაკონტროლებთ. მაშინ ტყუილის სიჩქარის ვარდნა და თავის ტყულაზე აქეთ-იქით წრიანი საჭირო არ არის, მაგრამ თუ ხილვადობა შეზღუდული იქნება, მარჯვენა მხრიდან, მარცხენა მხრიდან, თუნდაც ორივე მხრიდან, ჩვეულებრივად ვნელდებით და იმ მხარეს მკაფიოდ ვაკონტროლებთ, საიდანაც ხილვადობა არ გვაქვს. თბილისის ქუჩაზე რომ დავეშვით, ნახეთ კიდევ 30-იან ზონაში შემოვედით, აუქმებს მომდევნო ნიშანი ან გზაჯვარედინი, თეორიაში ასე ვისწავლეთ. დგას მთავარი გზის ნიშანი, ესე იგი ჩვენ მთავარ პოზიციაზე ვართ და გამოჩნდა ქვეითთა გადასასვლელის და უსწორმასწორობის ნიშანი. მარტივი ლოგიკით, ესე იგი ერთ ბოძზე აკინძული ორი ნიშანი, ერთი მთლიანობა. გადმოვედით, დგას 50-იანი ისევ, თითქოს ცოტა უნდა მოუმატო და წამოვიდეთ ინერციით, მაგრამ ნახეთ როგორ არის 30-იანი კიდევ ერთხელ მიმალული ბუჩქებში და შესაბამისად ისევ შევნელდით, ისევ იგივე ნაირად აწყობილი გზაჯვარედინი, მთავარი გზის ნიშანი და 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. ორი ნიშანი ქვეითთა გადასასვლელის და უსწორმასწორობის ნიშანი, როგორც კი გადმოვედი, ისევ იდგა 50-იანი. ნახეთ, ნებისმიერი 30-იანის შემდეგ გზაჯვარედინს გადმოვდივართ თუ არა, დგას 30 და უკვე ვიწყებთ აჩქარებას და 40 პლუსში მოძრაობას. ის რაც თბილისის ქუჩის დასაწყისში ავღნიშნე, ნახეთ 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. რომ ჩვენ მარცხენა ზოლი უფრო მისაღებია და უპრიანია, იმიტომ რომ მარჯვენა ზოლში დგანან გაჩერებული მანქანები, სულ ეს პოზიცია გვხვდება, ამიტომ მაქსიმალურად დასახლებულ პუნქტში ვიქნებით მარცხენა მხარეს. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარცხნივ. უშუალო მაფრთხილებელი გაისმა, ჩავთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და ნახეთ თბილისის ქუჩის ჩამოსვლისთანავე ამ ორ კუნძულს შორის გავწერით, გავხედეთ მარცხნივ, მკაფიოდ მხარზე მარჯვნივ და ცურტაველის ქუჩაზე შემოვედით მარცხენა ზოლში. უნდა იდგეს ცალმხრივის ნიშანი, 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ. მაგრამ რახან არ დგას, ესე დავიმახსოვროთ ვიდეოდან, რომ ცალმხრივ მოძრაობიანი ქუჩა გვაქვს. ჩვენ ისედაც გაგვიმართლავთ, გავართ კომპიუტერის არჩეულ მარცხენაში. მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. დაველოდეთ უშუალო მაფრთხილებელს, ჩავთეთ მალე მაფრთხილებელზე, შემოვედით დათმობის ვალდებულებასთან, გავხედეთ მარცხნივ არავინ გვიახლოვდება, გმირთა მემორიალზე, ნახეთ ისრები ძალიან კარგად ჩანს, მარცხენაში მოღუნული ის არის, მარჯვენაში სწორი. შევნელდით, როგორც კი სამკუთხედი დაგვემალა, გავაჩერეთ, იმიტომ რომ ძველი რუსთავიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოძრაობს. შესაბამისად, ჩამოვცალეთ თუ არა ის მარჯვნიდან წამოსული ნაკადი, ნახეთ გმირთა მემორიალზე გამოსვლისთანავე ცურტაველიდან ღერძულ ახალს რომ არ შევხებოდი, უკიდურეს მარცხენა ზოლში. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. და მოგვცა მინიშნება პირდაპირ მოძრაობასთან დაკავშირებით. ესე იგი, სამზოლიანი ცალმხრივის დროს ჩვენ იდეალური სამართავი ვერსია გვექნება შუაზოლი, მაგრამ ამ მეგობრობის პირველთან, აი ეს უნივერმაგის შენობასთან, ჩვეულებრივად მოკლე სამზოლიანია ძალიან და ამ სამზოლიანის მარცხენადან, ნახეთ, შევდივართ ორზოლიანის მარცხენაში, ესე იგი, უკიდურესი მარცხენადან ავიღეთ უკიდურესი მარცხენა. ზებრაზე შემოსული ქვეითები, მიუხედავად იმისა, რომ მოძრავები არ იყვნენ, ვალდებული ვიყავთ, რომ გავჩერებულიყავით და როგორც კი ჩვენ შევწყვეტეთ მოძრაობა, დაიწყეს გადმოსვლა ქვეითებმა. ეს არის კერძოდ პირველი მარშრუტი, ჩემო მეგობრებო და რასაც ვაკვირდებით, სულ
ნახაზ პოზიციაზე ვიწევს მოძრაობა, არის ესე ეგრეთ წოდებული ლოკაციას რომ ვამბობთ, რომ ხდება სულ ნახაზული და ნიშნებით აწყობილი გზები, მაგრამ არის ლოკაციები, სადაც კონკრეტული ქუჩები დაუხაზავია და აქედან გამომდინარე ჩვენ თეორიაში დაგვავალდებულეს წარმოსახვით ზოლებთან დაკავშირებით და შესაბამისად იქ სადაც ჩვენ მოხვდებით ხოლმე დაუხაზავ მონაკვეთებზე, ეს რა თქმა უნდა საკაკუთილო პროცესში ისწავლება შევეჩვევით სწორ დამოკიდებულებებს. ეს ნახაზიან გზას იმიტომ მინდა გაუსვა ხაზი, რომ რუსთავის ნაირად ჩვეულებრივად აი ეს ფართე გზები, ეს ცალმხრივები, ეს დიდი ხილვადობა და ესეთი ნაკადი მოძრაობები არ აგვაქვს სხვა ქალაქებში მინახავს სხვა სიტუაციები, რაც ძალიან მომწესრიგებს ნიშნებამდე იმოძრაოთ ორზოლიანის მარცხენიდან იუსტიციის მოპირდაპირედ შემოვედი სამზოლიანის მარცხენაში და როგორც კი ხელსაყრელი მომენტი შემექმნება, უნდა შევიცვალო ზოლი, რათა სამზოლიანის შუა მონაკვეთი ავირჩიო, რაც ძალიან მოგვიწესრიგებს მოძრაობას. ნახეთ, ორ ზოლიანში ჩვენ მარცხენა მხარეს ვდგებოდით, რათა მარჯვენა ზოლი ჩასხდომა გადმოსხდომაზე ორიენტირებული მანქანებისთვის დაგვეტოვა, მაგრამ ნახეთ, ამ სამ ზოლიანში ჩვენ გვაქვს ალტერნატიული ზოლები, მარჯვენა ზოლის 500 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. აი ამ შუქ ნიშანზე ნახეთ, მოხრი სარი იდგა და ეს წითელი ფიშკები მაუკიდურესი მარცხენა არ გვაძლევს პირდაპირ განვითარების საშუალებას. ესე იგი, სამზოლიანი ცალმხრივის დროს იდეალური სამართავი გვექნება შუა ზოლი. 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. მარტივად გვექნება. ხმოვანმა მონიტორმა მოგცა მინიშნება მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. მინდა გავამახვილოთ ყურადღება შოთა რუსთაველის წრიულზე რომ შევდივართ, ნახეთ, მთავარი გზის და წრიულის ნიშანი დგას, ესე იგი, წრიულზე შემოსული მანქანები არიან მეორე ხარისხოვან პოზიციაზე და ჩვენ გვენიჭება უპირატესობა, ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით იქ სადაც გვაქვს ნიშნებამდე იმოძრაოთ რესურსი, პირდაპირ. რომ ჩვენ გავიაროთ უსაფრთხოდ და მთავარი პოზიციაზე ვართ, ჯერ ჩვენ უნდა გავიაროთ, ესე იგი, დავიცვათ ჩვენი პრიორიტეტი. კონკრეტული იუსტიციის სახლის 500 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. საიდანაც ჩვენ მოგვცა პირდაპირ მოძრაობის ტრაექტორია და ნახეთ მიაქციეთ ყურადღება იმ იუსტიციის სახლიდან დაიწყო სულ ცალმხრივ მოძრაობიანი ვერსია. არსად მისახვევი არ გვექნება, უნდა გავიდეთ ქალაქიდან სისწორეზე. მაგრამ ამ ლოკაციას, მარტივი ლოკაციაა, როგორც ესეთი, მაგრამ აქვს სირთულე ძალიან ბევრი ქვეითთა გადასასვლელი, რა დროსაც ეს ქვეითის ამბავი, ანუ ცოტა ქვეითს ვერ ვაწესრიგებთ სიტუაციას, იმიტომ რომ 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. ძალიან ბევრი იჭრება ამ ქვეითთან დაკავშირებით და მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ყურადღებით, რომ ქვეითი არ გამოგვეპაროს, ესე იგი, ჩვენი პრაქტიკული უნარ-ჩვევები მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. ორჩილება, ჩვეულებრივად ამ ქვეითის სინქრონში მოხერხდეს, რომ ყოველთვის ვმართოთ მანქანა უსაფრთხოდ, რათა რომ ყოველთვის შევძლოთ ქვეითის აღმოჩენა და ჩვენი მანქანის უსაფრთხოდ დამუხრუჭება. წინ დგომი მანქანის საბურავები რომ დაიმალა, გავაჩერე, ზდეგხაზი რომ დაიმალება, გავაჩერებთ, მაგრამ თუ ჩვენსა და შუქნიშანს შორის არ გვექნება ზდეგხაზი მოცემული, შევეცადოთ, რომ ჩვენსა და შუქნიშანს შორის თვალზომით დავტოვოთ თეორიაში მოთხოვნილი 5 მეტრი. პრაქტიკულად რომ სწორად ამ 5 მეტრი ნიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ერთი მანქანის სიგრძე მანძილი თვალზომით, ესე იგი, თუ არ ზდეგხაზია, არც მანქანა ყავს, თვალზომით ერთი მანქანის ზომა მანძილი რომ დავტოვოთ.
არის შემოთავაზება პირდაპირ მოძრაობასთან დაკავშირებით, გაჩნდა კომპიუტერი, ნახეთ, ისრები შუა ზოლში პირდაპირ, მაგრამ მარცხენა ზოლში ისევ ახვევინებს, ხო? მარცხენა მხარეს, ესე იგი, კომპიუტერმა ჩვენ მოგვცა პირდაპირ წასვლასთან დაკავშირებით მინიშნება და შესაბამისად, ჩვენ რო მარცხენა ზოლში ვდგარიყავით, ჩვენ პირდაპირ განვითარებას ვეღარ შევძლებდით და შეწყდებოდა ჩვენი გამოცდა. ესე იგი, როგორც საგზაო ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ისევე საგზაო მონიშნებს ასფალტზე. ჩვენ ამ შუქნიშანს შემდეგი ლოკაციებს რომ გავივლით, აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ ორიზდე ხაზით გვაქვს ეს მონაკვეთი, როდესაც მეტი ყურადღება 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ. ნახეთ, წრიულ მოძრაობასთან დაკავშირებით გვაფრთხილებს პირდაპირ მიმართულებას და როგორც კი ქვეითთა გადასასვლელი. მალე გთხოვთ იმოძრაოთ პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ. პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ. ჩვენ ზოლს არ ვიცვლით და გავდივართ ავტობანზე. შუა ზოლით ვაგრძელებთ მოძრაობას სანიაღვრესთან გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. გავივლით სანიაღვრეს, იყო შემოთავაზება რომ უნდა ვიმოძრაოთ პირდაპირ. ნახეთ, დგას ავტობანის ნიშანი, ძირში უდგას აღნიშნული მანძილის და სულ დაბლა ცალმხრივს. ესე იგი, ავტობანი დაიწყება 800 მეტრში. ეს 800 მეტრიანი სივრცე, ესე იგი, იქნება ცალმხრივ მოძრაობიანი პოზიცია. ქალაქიდან გადმოყვა 50 მაქსიმუმი და ჩვენ ამ დაუსახლებელის მარჯვენა მონაკვეთში დავრჩებით და ვიმოძრავებთ სიჩქარე არა უმეტეს 50-ით ლუკოილის ბენზინ გასამართ სადგურამდე. კერძოდ ნახეთ, ეს წითელი ფიშკების დასასრული და ლუკოილის სადგური ერთმანეთის პარალელურად არის. ესე იგი, ნახეთ, როგორც კი წითელი ფიშკები დასრულდა, გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევა, ავიხედეთ სალონის არქეში, გავიხედეთ მარცხენაში, ავჩქართ და შევიცვალე ერთი ზოლი, მოუმატე კიდევ ერთხელ სიჩქარეს, გადავედით ავტობანის უკიდურეს მარჯვენაში. ნახეთ, ის მარჯვენა მხრიდან შემოერთებული მანქანები არიან აჩქარების ზოლში. შესაბამისად, იქ სიარული არ შეიძლება უნდა ავჩქარდეთ და გადმოვიდეთ აი აქ ამ ზოლში. ის სულ უკიდურესი მარჯვენა რაც არის, ის არის მხოლოდ აი ეს ბენზინგასამართებიდან, დრაივერებიდან, ჰოსტელებიდან ესეთი აჩქარება და მერე უკვე ბანზე მოწესრიგება. თუ მიაქციეთ ყურადღება, გამოვიარეთ 90-იანი ნიშანი, სადაც ავტობანზე ჩვენ გვევალდებულება 80 პლუსში სიჩქარის განვითარება, მაგრამ ჩვენს წინ მიმავალი მარშრუტკა არ გვაძლევს განვითარების საშუალებას, რომ ვაკვირდები მარცხენა სარკეში, სალონის სარკეში, საკმაოდ აქტიური ნაკადი ყავს გვერდიდან და აი ეს მწვანე ბანერთან, რუსთავი რომ აწერია, მოხრილი არის 500 მეტრი, ამ ბანერში რომ გავძვრებით, აი ამ გზაგასაყარზე წითელ ფიშკებთან 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. შემოგთავაზა მანძილი 500 მეტრში მოსახვევი რომ გვაქვს. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. შვენიერია 300 და წითელ ფიშკებთან ხიდის ძირში. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. შევამოწმეთ მარჯვენა სარკე, გადმოვედი შენელების ზოლში და ჩამოვწიე სიჩქარე დაბალი ინერციისთვის. როგორც კი შემოვედით, გამოვთეთ მოხვევის მაჩვენებელი გადმოსვლისთანავე ზოლში და ჩვენ შევდგებით დიდი რვიანის პრინციპს, თან აღმართიან, თან მოსახვევი. იდგა 50-იანი, მაგრამ ჩვენ 50-ამდე შეიძლება ვერ ავიყვანოთ სიჩქარე, იმიტომ რომ ესეთი მკვეთრი მოსახვევი გვაქვს, სადაც შეიძლება მანქანის მორჩილება დაგვეკარგოს, რაც ძალიან გთხოვთ იმოძრაოთ მარჯვნივ და შემდეგ პირდაპირ.
და ჩვენს წინ ძალიან სამწუხაროდ ჩაიჭრა ჩემო მეგობრებო, უყურებდი სხვათა შორის ძალიან იჩქარა სტოპიდან გასვლა. აი, ნახეთ, მარჯვნივ მოხვევა გაგვაფრთხილა და ჩავხდეთ მარცხენა. ჩავხედეთ მარცხენა სარკეში, გავხედეთ მარცხენა მხარზე, ავიხედეთ სალონის სარკეში, რათა დავრწმუნდეთ, რომ აი ლილოს მხრიდან წამოსულ ნაკადში, მაგისტრალიდან მანქანები იყოს ძალიან შორს, ან საერთოდ არ მოსჩანდეს. აი ჩვენს წინ მოძრავმა მანქანამ შეაჩერა, გახედა, მაგრამ დრო არ იყო, ძალიან ესეთი სპეციფიურად თვალშისაცემი იყო შორიდანაც, რომ არასაკმარისი დროით შეჩერდა და კუდზე მიადგა მანქანა. ესე იგი შეაფერხა მაგისტრალზე მთავარ გზაში მყოფი მაღალი ინერციით მომავალი მანქანა. გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. მოვედით. გვაქვს ხიდზე ესტაკადაზე და ჩვენ თეორიაში ხაზგასმით ვისწავლეთ, რომ სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 50-ს და შესაბამისად მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩავსვათ ჩვენი სიჩქარე. ახლა ნუ სტოპიდან რამხელა აჩქარება უნდა შევქმნათ, რომ ჩვენ ამ გადასტრებები და რაღაცა მაღალი ინერციები შევქმნათ, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის ვაკონკრეტებ, რომ თეორიულ ვერსიას არ გადაუხვევთ და მოუშვერიოთ თეორიიდან სწორი ხარისხი, ხო? ალბათ მეთანხმებით. დათომის ვალდებულებასთან გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. ავხედეთ სალონის სარკეში, გავხედეთ მარცხენაში, აბსოლუტური გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. ავტობანი არის 90-იანი მაქსიმუმი, ავაჩქარეთ დაახლოებით 75-80-მდე სიჩქარით და ისე შემოუერთდით ავტობანს. ჩვენს წინ მიმავალი მინივენი გვაძლევს სიჩქარის განვითარების საშუალებას 80 პლუსში ვიჭინავს სიჩქარე საკმაოდ 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. დისტანციას სწორ პოზიციაზე ჩაიგვეთვალოს და გაისმა მინიშნება მოხვევასთან დაკავშირებით. 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. აი ამ რუსთავი რომ მაწერია ჩავრთეთ მარჯვნივ. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მარჯვენა სარკეში ჯერ შევიცვალეთ ერთი ზოლი, მერე მეორე ზოლიც რა თქმა უნდა, გამორთეთ მოხავის მაჩვენებელი და აი ეს ქვებით რუსთავი რომ გთხოვთ აწერია. შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. გამოწდებით თუ არა, ვიმოძრავებთ დაბალი ინერცია სიჩქარით. არა უმეტეს 50 ესე ხიდებსა და ესტაკადებზე სიჩქარე როგორც შევთავდით აღმოჩნდით არის 50, ესე იგი ხიდზე ავდივარ ძებვარ თუ ჩამოდივარ, ჩვენ შევეცდებით რომ გქონდეს ეს 50 მაქსიმუმი სიჩქარე. ნახეთ, მოსახვევი, სადაც ჩვეულებრივად ზოლის შუაში არ ეტყობა, მაგრამ გარე ზოლს მივყვებით დაუსახლებელის მარჯვენას და შესაბამისად მარტივი ვერსიით შევქმნით თანმიმდევრობას ფრიალებს ჩვენი 5-ჯვრიანი დროშა მეგობრებო და როგორც კი ხიდს გადავალთ თუ არა 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი, შევამოწმეთ მარცხენა სარკე, გადმოვედით მარცხენაში და გამოვთე მოხვევის მაჩვენებელი. ნახეთ, პირველი მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ. გამოვიყენე ზოლის ცვლებისთვის. მეორე მაფრთხილებელი. მალე მარცხნივ. ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევის მაჩვენებელი და მიაქციეთ ყურადღება. წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ, მალე მარცხნივ. ორი მარცხენა შემოგთავაზ და ესე იგი პირველი მარცხენათი ჩავდექი უკიდურეს მარცხენაში რათა წრივლიდან კიდევ უკიდურესი მარცხენა შევქმნა. ესე იგი გამოვიდა რომ უნდა მოუბრუნდე. ქალაქიდან წამოსულ ნაკადს მაქსიმალურად ვეცდები რომ ჩამოვცალო, აბსოლუტური სიწყნარე და სიმშვიდე გვაქვს და როგორც კი შემოვხვდეთ რომ ღერძულა ხას არ გადაგვევლო, მაქსიმალურად მარცხენა მხარეს და ავდივართ ხიდზე, საიდან გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. და უკვე მივდივართ დასასრულისკენ. ფაქტიურად ბოლო
უხეში შტრიხი იყო ამ ლოკაციის შესრულების და უკვე სამშვიდობოს თითქმის გასულები ვართ. ნუ სირთულე მაქსიმალურად თუ კი რამე იყო შესრულებულია, უბრალოდ უნდა მივიდეთ და ჩვენ მანქანა დავაფიქსიროთ. ამ სიტუაციამ არ უნდა მოგვადუნოს მეგობრებო, რა ხან ბოლოში ვართ, იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება გამოსდა არ გაფუჭდეს, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ეს სიხარულის ემოციის გამო უშვებენ შეცდომას. ესე იგი როგორც იმ სტოპთან, აქაც ესეთი დიდი რვიანის პრინციპით გზა მოგვიწია, შორიდან დავატრაექტორიავთ მაქსიმალურად. გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. ჩავრთეთ 500 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. მოუმატოთ სიჩქარეს, როგორც კი ავჩქარდი, გამოვედი ზოლიდან, ეს ჩვენს წინ მოძრავი ლურჯი 300 მეტრში გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. ტრაექტორიას ხმის. მალე გთხოვთ მოუხვიოთ მარჯვნივ. და გადმოვალთ აი აქ აუცილებლად და ვიდრე მოუხოთ მეგობრებო, ამ გაუქმებულ ძველ-ძველს მოვიქცევთ შუაში და მოპედი ხომ არ მოდის. გადმოვხედავთ მარჯვენა სარტყელში გთხოვთ შემდეგ მინიშნებამდე იმოძრაოთ პირდაპირ. შემოვიდექით აღმართს, გაისმა მინიშნება პირდაპირ მიმართულებასთან დაკავშირებით და ჩვენ შევეცდებით რომ ამ ერთი ფართი განიერი ზოლის ზუსტად შუა მონაკვეთი მქონდეს არჩეული. მარჯვენა მხარეს ნახეთ, ქოითები გზაზე მოძრაობენ, ტროტუარები არ არის მოწყობილი და იცვლებულები არიან გზის ნაპირში მოძრაონ, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ვიყოთ ამ ზოლის უფრო შუაში, რომ 300 მეტრში წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ. მარტივი ლავირება გქონდეს გასასწრებად სხვა მაგალითს. ბოლო მინიშნება ათვალა ხმოვანმა სიგნალმა. მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ და შემდეგ პირდაპირ. მალე წრიული მოძრაობისას გთხოვთ იმოძრაოთ მარცხნივ, ჩავრთეთ მარცხნივ მოხვევა. ნახეთ, პირველი ზოლიდან გამომსვლელ მანქანებს არ უთმობთ, მაგრამ ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენ თავზე დაგვყურებს, გავალდებულებს წრიულიდან წამოსულ მანქანებისთვის დათმობას. მაგრამ თუ არავინ არ მიახლოვდება, რა თქმა უნდა, არ ჩერდებით. ჩავრთეთ მარჯვნივ მოხვევის მაჩვენებელი, ნახევარწრიულზე როგორც კი შემოვედით, მარჯვენა მხრიდან წამოსულ მანქანებს არ უთმობთ, არ ველოდებით და მარჯვენა სიმსიმით წამოვალთ მაქსიმალურად ჭიშკრისკენ და ჩვეულებრივად აი აქ. იმოცავთ თქვენ წარმატებით დაასრულეთ გამოცდა.